შუადღემშვიდობის მოგესალმებით. შუადღემშვიდობის. დღეს უწყვეტი პროტესტის 39 დღე არის და სულ რამდენიმე დღეში შაბათს 28 დეკემბერს უკვე ერთი თვე შესრულდება, რაც ქართული საზოგადოება დგას ქუჩაში, ითხოვს ხელახალ არჩევნებს და ტყვეების გათავისუფლებას და მნიშვნელოვანი თარიღია ძალიან, მრავალი მიზეზის გამო, ჯერ იმიტომ რომ ერთი თვე არის და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ისტორიაში ამ სიგრძე უწყვეტი პროტესტი ვერ ვიხსენებთ არც მსმენი ამის შესახებ. ყოველდღიურ რეჟიმში ქართველი ხალხი გამოდის და აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს და ქვეყნის კურსის შეცვლას. გარდა ამისა, 28 დეკემბერს არის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღე და კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური, ეს მთავრობა არის არალეგიტიმური და შესაბამისად მათი ყველა ქმედება არის არალეგიტიმური და ამ დღისთვის საგანგებოდ დაიგეგმა ერთობის ჯაჭვი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იქნება და მათ შორის ყველაზე დიდი ლოგიკურად იქნება თბილისში და ძალიან საინტერესოა როგორ გაკეთდება ეს ყველაფერი, როგორი არის ლოჯისტიკა და რა მნიშვნელობას ატარებს ზოგადად ერთობის ჯაჭვი. იმიტომ რომ ამასაც ჭირდება თავისებური დრამატურგია, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს დღე იყოს განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ ერთობის ჯაჭვს რაღაც სხვანაირი დატვირთვა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მე ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია რომ ეს დღე ძალიან ლამაზად ჩატარდეს და ის ჯაჭვით რომელიც იგეგმება ასე ვთქვათ თბილისის სხვადასხვა ხიდზე და ერთიანდება ძალიან ლამაზად გამოიყურებოდეს. მე ხშირად აღნიშნავ ხოლმე ამ ლამაზად გამოყურებას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მთელი მსოფლიოს ახლა ყურადღების ცენტრში ვართ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ როგორ ჩანვართ ჩვენ. სხვა ყველაფერთან ერთად ძალიან ლამაზი არის ეს პროტესტი, უნდა ითქვას და ლამაზი და მშვიდობიანი რაც ცხადია, კი და ყველაფერთან ერთად მართლა ძალიან ორიგინალურ რაღაცებს ხედავთ იქ, მათ შორის ჩვენი კულტურის გამოხატულებებს არაერთხელ ნახეთ იქ ძალიან შთამბეჭდავი კადრები. დღეს ჩვენი სტუმრები არიან სოფო კილასონია, ხელოვნებაცოდნე და სანდრო სულაქველიძე, თბილისი Open Air-ის ტექნიკური დირექტორი. მოგესალმებით. მოგესალმებით. შემდგომ ჩართით გვეყოლება ლილი ბეგიაშვილი, იურისტი, მაგრამ ჯერ ჩვენ სტუმრებს გავესაუბრებით და რომ დავიწყოთ, სოფო, მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ რაღაცნაირად შევაფასოთ, ერთი თვე იწურება, აგერ წლის ბოლოც არის და ჩვენ ახალი სამსახური გვაქვს რაღაცა. სამსახური შეიძლება ცოტა ცუდად ჟღერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენი საქმიანობა ძირითადი არის რაღაცა ეს საპროტესტო აქციები და როგორ შეაფასებ განვლილ ერთ თვეს, რა გავიარეთ, რა წინააღმდეგობები იყო და რა პროცესში ვართ დღეს. მადლობა მოწვევისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი და ღირებული ერთი თვე გავიარეთ საზოგადოებამ. ბოლო რამდენიმე დღეა ხშირად ვამბობ ამას და მაინც უნდა ვთქვა, რომ ეს იყო თვე, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც პასუხისმგებელია და იღებს პასუხისმგებლობას ამ სახელმწიფოს აწყოსა და მომავალზე და თანაც იაზრებს წარსულის ასე ვთქვათ, როგორც მსხვერპლს, ისე განვლილი გზის მნიშვნელობას, აი ასეთმა საზოგადოებამ შეიძინა ძალიან მკაფიო კონტურები, ამ საზოგადოებამ შეიძინა ხმა, ენა, აი wordings ხოს სათქმელი და აღიარა და გაახმოვანა ხმამაღლა საკუთარი ღირებულებები და რაობა. მანამდე ხა ეს საზოგადოება აქ ცხოვრობდა, აქ ჩამოვყალიბდით, მაგრამ სულ ჰქონდა განცდა, რომ იყვნენ პოლიტიკურად რაღაცნაირად დაინტერესებული პარტიული ჯგუფები და მათი ირგვლივ გარკვეული, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი ჯგუფები და იყო მათ შორის რაღაცა ძალთა ბალანსის თამაში და დანარჩენი საზოგადოება სვამდა კითხვას, რომ ნუ თუ ჩვენ ვართ მარტონი, ან ჩვენ შორის არის თუ არა კავშირი და თუ კი პარტიებში ვერ ხედავდნენ საკუთარ წარმომადგენელს, ან არ მოწონდათ, რაღაცნაირად მიტოვებულად გრძნობდნენ ადამიანები თავს. ყოველთვის ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იყოს მკაფიო ხმამაღალი ქმედითი და ის მართავდეს პოლიტიკურ პროცესს, მაგრამ მეც მეგონი
მგონა და ალბათ ბევრს რომ ეს იყო მხოლოდ სიტყვები და ვერ ვგრძნობდით რას ნიშნავს რა შეიძლება ყოფილიყო სინამდვილეში პოლიტიკური პროცესი რომელშიც საზოგადოება არის აქტორი და ჩემთვის ეს ერთი თვე სწორედ აი ამის თვეა ჩვენ ვისწავლეთ როგორ უნდა უმართოთ პროცესი ჩვენ არ მივსდევთ სხვის დღის წესრიგ ჩვენ ვქმნით დღის წესრიგს და ყველა ამის თუნდაც ჯაჭვი, კედელი თუ ყველა ეს ყოველდღიური გარკვეული აქციები გუშინ იყო საზოგადოებრივი ასამბლეის ინიცირება, რომელმაც ეროვნული ყრილობა უნდა მოიწვიოს და აქაც მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიებიდან იქნებიან წარმომადგენლები, მაინც დომინანტური იქნება საზოგადოებრივი ჯგუფები, ყოველი ეს დღე არის ერთი ნაბიჯი, ერთი ნაწილი ძალიან დიდი პროცესისა, რასაც ქვია დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი სამოქალაქო საზოგადოების ამოქმედება. რომელიც პარალელურად აი ამ აქციებისა რაღაცნაირად ერთგვარად იმუშავებს ახალ სისტემას, როგორ უნდა იარსებოს, ვთქვათ, ჩვენმა კულტურის სფერომ ამ შემთხვევაში? შეგვიძლია რომ ესეც ვთქვათ? რა თქმა უნდა, ჩვენ გარეთ რომ გავართ და აქციები გვაქვს და ღამისთენება თუ მარშები და მოძრაობა, ამ პროტესტს ჭირდება და საყრდენი წერტილები. არავის გვეგონოს რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გარეთ დგომა, ასე არ არის. ეს გარეთ დგომა არის ჩვენი ღირებულებების, ჩვენი ხედვების, ჩვენი შრომის და ჩვენი შესაძლებლობების გამოხატულება. ჩვენ პოზიციონირებთ მარშით და გარეთ დგომით, მაგრამ ამის უკან არის ხედვა, ამის უკან არის შრომა, ამის უკან არის ინტელექტუალური ჯგუფების მუშაობა და თუ კი ახლა სხვადასხვა კიდევ ფორმები იქმნება წინააღმდეგობის ზურგის გასამაგრებელია ეს და ეს ერთიანი პროცესია რომ ეს დიდი წინააღმდეგობა ის რომ ჩვენ შევიცანით ერთმანეთი გავიცანით ძალიან დიდმა ჯგუფებმა პროფესიულმა ჯგუფებმა თუ ინდივიდებმა ეს აუცილებლად უნდა ჩაიღვაროს უფრო სტაბილურ, უფრო მყარ ფორმებში და ამის გამოხატულება როგორც ჯაჭვის, ასევე სხვადასხვა ის ნაბიჯები, რომელსაც საზოგადოებრივი ჯგუფები აი ამ დღეებში ძრავენ, აორგანიზებენ და იანვარში კიდევ იქნება უკვე ახალი ფორმის ეს პროტესტი კიდევ ახალ ენას სახეს და კიდურებს მოიბამს. და შედეგიც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იქნება. მე მინდა გითხოთ უშუალოდ თვითონ ჯაჭვის ტექნიკურ მხარეზე, როგორია განრიგი, როგორ შეიძლება ადამიანმა მიიღონ ამაში მონაწილეობა, რომელ ადგილებში ტარდება და სად უნდა მოვიდნენ, ასე ვთქვათ. როგორც ტექნიკურ დირექტორს ტექნიკურ დეტალებს შეგვიძლია. ხო, მოგესალმებით. ტექნიკური თვალსაზრისით. ხო, ანუ გავრცელებული არის, ასე ვთქვათ, რუკა სადაც ადამიანებს თავისი ინტერესების მიხედვით, ანუ რომელ ჯგუფს მიაკუთვნებენ თავის თავს და მედია ხედებს არ აიღებენ რომ ხელი შემოშალონ ამ ჯაჭვს, იმიტომ რომ ბევრი წინააღმდეგობები არის სცენის აღებასთან დაკავშირებით. არ მაქვს რაღაცა ილუზია, რომ ხელის შეშლის ცდილობები არ იქნება, აუცილებლად იქნება. დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ მათთვის ნებისმიერი ჩვენი რაღაც ფართომასშტაბიანი წარმოდგენა რაღაცა ადგილას არის პრობლემა და ყოველთვის მთელი მათ პროპაგანდახო ამაზე რომ ჩვენ ცოტანი ვართ და რა თქმა უნდა როცა იციან რომ სადღაც მთელი ქალაქის ფაქტიურად ხომ მთელი ქალაქის პარალიზება გამოდის მთელი ხიდების ათვისება და ერთიანი რაღაც ჯაჭვით მე ერთი მიმართულებით დაიძრება ამაში ხელის შეშლას ეცდებიან მაგრამ როგორც ნაძვის ხის ანთება არ გამოუვით, ისე მგონია რომ არც ეს არ გამოუვათ. ხო, არის რამდენიმე ხიდზე სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები ითვისებენ ამ ხიდებს, მათ შორის პოლიტიკური პარტიებიც. მე ამ შემთხვევაში როგორც ანუ თბილისი Open Air ამაში ჩაერთო Creative Education Studios-თან და მუსიკოსების პროფკავშირებთან ერთად, რომელიც ერთი წელია დაფუძნდა და ჩვენ ასე ვთქვათ, ჩვენ მსმენელებს, ჩვენ მეგობრებს მოუწოდეთ, რომ შეიკრიბონ ჩვენთან ერთად, ჩვენი შეკრების ადგილი იქნება ზაარბრუკენის მოედანი, მაგრამ
ანუ არსებობს ამ პროტესტის რუკა, სადაც არის წერტილები და ყველა ეს საზოგადოებრივი ჯგუფი თავის წერტილებს უთითებს, სად არის მათი შეკრების ადგილი და საერთოდ ამ პროტესტში აი ბოლო პერიოდის ტენდენცია რაც წამოვიდა, ხო, მარშები სხვადასხვა ჯგუფების რა. ხო, პროფესიების, სფეროების თუ უბნების თუ ხო, ნებისმიერ ანუ იმიტომაც არის გაზრდილი ეს პროტესტის ანუ რიცხობრივი რაოდენობაც რომ ადამიანებმა უფრო მარტივად დაიწყეს თავის დანახვა რაღაც ადგილებში, იმიტომ რომ ვიღაცისთვის შეიძლება არ ყოფილიყო აი მაინც და მაინც რუსთაველზე გამოსვლა რაღაც აქციაზე აი ამის ბოლომდე იქ არ ყოფილიყო ჩართული, მაგრამ უცებ რო ნახა რომ აი ვიღაც ჰარი პოტერის მოყვარულები პირობითად არიან რაღაცა იკრიბებიან და აი ყველა ეს ტიპი ერთად უერთდება მე რეაქციას ბევრმა ადამიანმა დაინახა თავისი თავი უფრო მარტივად და ეს ძალიან კარგი მოფიქრება იყო და ძალიან კარგი შედეგიც გამოიყო რა. ასევე უნდა აღვნიშნო ხვალ 27-ში 7 საათზე ფილარმონიასთან იქნება მუსიკოსების მარში და აქაც რა თქმა უნდა ყველა ჟანრის მუსიკალურ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს და უბრალოდ მსმენელებს, მელომანებს მოუწოდებთ მოუწოდებთ რომ მოვიდნენ, შემოვერთდნენ ამას და შევერთდეთ მე საერთო აქციას. რაც შეეხება 28 სამლავს, ხო, რთული შეიძლება ეს ერთი შეხედვით წარმოსადგენი იყოს, რომ ამ ხელა მასშტაბის რაღაცა როგორ თუმცა ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს ჯაჭვის 2008 კი ბატონო, ჯაჭვის გამოცდილება გვაქვს და თან იცით რა არის დღეს და ამ აქციებზე გამოჩნდა აი ძალიან მაღალი დონის თვითორგანიზება, რომ ჩვენ საზოგადოებას აქვს უნარი ყოველგვარი ვიღაცის სცენიდან დაძახების გარეშე თვითორგანიზდეს და თან იყოს ძალიან მოწესრიგებული ამ კი ბატონო, ამ ორგანიზებაში. ამიტომ რა თქმა უნდა თითოეულ ამ ჯგუფს ეყოლება თავისი ადგილზე ასე ვთქვათ კოორდინატორი, ვინც მიმართულებას მისცემს რაღაცა ერთად დალაგების და როგორ განლაგდნენ და ასე შემდეგ ხრივ, მაგრამ მგონია რომ სინამდვილეში ესეთი რთული ტექნიკურად თუ ლოჯისტიკურად ეს არ იქნება, რა მთავარია ადამიანებმა თავის სასურველ ადგილებზე შეარჩიოს, სად იდგებიან, ვისთან ერთად იდგებიან, ვის გვერდში იდგებიან და მერე ეს ყველაფერი რაღაცა ერთიანად ესე შეიკრება და საბოლოოდ შედგება ეს დღე, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ, ანუ ესე არის ჩვენ სინამდვილეში ძალიან ლამაზი ხალხი ვართ რა, ქართველები, გარდა იმისა რომ ნიჭიერები ვართ და აღმოჩნდა რომ რაღაცა ჩვენი იდეალების და მათ შორის ტრადიციების, რომელსაც ასე გვედავებიან, რომ თქვენ ტრადიციები არ გიყვართო, სინამდვილეში ევროპული ტრადიციებით მოდის საქართველოს სინამდვილეში აქამდე რა. სხვათა შორის სანდრო აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ყოველთვის მაღიზიანებდა ხოლმე, როდესაც საუბრობდნენ იმაზე, რომ განსაკუთრებული ერი ვართ, იმიტომ რომ მე ვთვლიდი ყოველთვის, რომ არ არსებობს განსაკუთრებული ერი, იმიტომ რომ ყველასთვის თავისი ერი არის განსაკუთრებული, მაგრამ აი ამ ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ არის ჩვენში მართლა რაღაც განსაკუთრებული თავისი მინუსებით და თავისი პლუსებით და აი ყველა ის ფრაზა ხშირად ვიმეორებ ამას, რაც ჩვენი წინაპრებისგან გაგვიგონია და ცოტა მივიწყებული იყო და უკვე თითქოს რაღაცნაირად აღარ ვაქცევდით ყურადღებას, იმასაც მივხვდი, რომ ის ფრაზების ფორმულირება გაცოცხლდას გარდა გავლილი პროცესის დასათაურება იყო და ჩვენ გავდივართ თითქოს მთელ ამ ისტორიას. აი ხა ჩვენს თვალზე ცოცხლდება ეს ყველაფერი. რეალურად ყველა ის ხალხი, ვინც დღეს გარეთ გავართ, ან ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო უნდა, მაგრამ ახლა ვერ ახერხებს ამას შემდეგ, რეალურად ეს ხალხი ვართ, ვინც ქართველობას ვიცავთ და ვინც ამ ქვეყანას ვიცავთ და ამ ქვეყნის ტრადიციებს ვიცავთ. იმიტომ რომ მთელი ისტორიის განმავლობაში საქართველო ზუსტად მაგითი იყო და თბილისი მნიშვნელოვანი ადგილი რო იყო მრავალფეროვნების და რაღაცა მიმღებლობის სივრცეების სულ რა, ძალიან მრავალფეროვანი ერი ვართ სინამდვილეში და ხო რა, ამას ვერავინ ვერ წაგვართმევს და პირიქით ჩვენ ვართ ისინი, ვინც ამას იცავს და ვინც ამის წართმევისგან და დაკარგვისგან ვიცავთ დღეს საქართველოს სინამდვილეში. და მათ შორის იმაზე თქვენც რაღაც ახსენებთ, ანუ ეს პროტესტი საბოლოო ჯამში მგონია რომ ძალიან
დიდი რამის მომტანი იქნება რამ ხრივ აქამდე ხო რაღაცნაირად აი სულ ესე პოლიტიკოსების რაღაცა ყურებაში ვიყავით რომ აი რომელი ვინ რას იტყვის და როგორი გზით წაგვიყვანს დღეს ეს ყველაფერი რაღაცნაირად აი ამ საზოგადოებრივმა პროტესტმა ამოატრიალა და ეს კარგი როგორც ქვეყნისთვის იქნება ხო ასევე ძალიან კარგი იქნება მათ შორის ოპოზიციური პარტიებისთვის რომლებიც ვერ ახერხებდნენ რაღაცნაირად ხალხთან ბოლომდე ბმას და დღის წესრიგს უწესებს ხალხი და მათაც მოუწევთ რომ რაღაცეები გაიაზრონ, გადაიაზრონ, შეცვალონ და უფრო მეტი ბმა ქონდეთ თავის ხალხთან და ჩვენთან იყვნენ ანგარიშვალდებულები. ოღონდ ანგარიშვალდებულები იყვნენ აი ამ ეტაპიდანვე, როცა ჯერ კიდევ ოპოზიციაში არიან იმისთვის რომ როცა მთავრობაში ხო მაგისთვის არიან რომ მთავრობაში უნდა მოვიდნენ როდესღაც ხო თავრობაში ანუ მეერე კი არ ჩადგნენ რაღაცა ანგარიშვალდებულებაში არა აქედანვე მოუწევთ იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ჩვენთან როგორ იყო ხო ანუ ბოლო საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ რეალურად არც ერთხელ არ ყოფილა ისე რომ რაღაცა აი ესე დაძახებულით არ მოსულიყო რომელიმე მთავრობა რა სულ ვიღაცის გადაგდებაში ვიყავით და ესე მოდიოდა და არც ერთხელ ანუ იმდენად დიდი მანდატით მოდიოდნენ მთავრობები რომ რაღაცა აი ვითომ რაღაცა ახალი სიკეთეებისთვის ბევრი რაღაცის ანუ ხო ეხა ვაცადოთ თუ რაღაცა იყო და რეალურად მაგ იმამდე მივედით რა დუღილის ტემპერატურა მომდე რომ არავის აღარაფერი არ უნდა ვაცალოთ აი რაც მოთხოვნები რაც ვაწუხებს პირდაპირ უნდა დაიწყონ იმაზე ფიქრი და იმის შესრულება რა და დღეს მგონია რომ ეს პროტესტი გარდა იმისა რომ დღევანდელ უშუალო საფრთხეს და მთავარ საფრთხეს დაგვამარცხებინებს ხო ან ქართული ოცნების სახით და იმ გზის დამარცხების სახით რა გზაზეც აყენებენ ამ ქვეყანას, ხო ცდილობენ რომ დააყენონ. გარდა ამისა, მომავლისთვის ძალიან დიდ სიკეთეს შექმნის იმ მხრივ, რომ ნებისმიერ მთავრობას მოუწევს, რომ იყოს ანგარიშვალდებული პირველივე დღიდან, იმიტომ რომ ფაქტია, ხო, ანუ ყველანაირი ზეწოლის, დაშინების და მით უმეტეს 12 წლიანი ამ ხელა პროპაგანდის მიუხედავად ხედავთ რომ 21 თვეა უკვე ხვალ შესრულდება 30 დღე რომ ხალხი ქუჩაში დგავართ და აი კონკრეტულ რაღაცას ვითხოვთ რა და პირველ რიგში ალბათ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აუცილებლად ჩვენი კონსტიტუცია რა თქმა უნდა და იცი აი და ამით რაღაცა დიდი ხანი გამომივიდა თავთან რა ანუ სულ ქონდა ხოლმე ესეთ ის რომ აი რა მაგარია რომ ევროპაში აი რაღაცა აქციებზე ხალხი გამოდის რაღაცა კონკრეტული მოთხოვნისთვის აი რაღაცა საპენსიო ასაკის დაწევისთვის ან რაღაცა და ჩვენ სულ რაღაცა ანუ მსგავს პრობლემებზე არც ფიქრობთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის რომ ვიღაცა ბოროტება უნდა გადავაგდოთ სულ რა და რეალურად დღევანდელმა აი ამ ერთთვიანმა ამბავმა ამ გამძლეობამ რაღაცის კონკრეტულის მოთხოვნის მგონია რომ საზოგადოებაში გააჩინა ეგ ამბავიც რომ ნებისმიერი მომავალი მთავრობის დროს ანუ საზოგადოებას თავისი ძალა დაინახეს რა რომ ვიღაცა კი არ გვმართავს ჩვენ ფირავთ ადამიანებს რომლებმაც ჩვენი კეთილდღეობა უნდა უზრუნველყო და ამიტომ მგონია რომ ეს გამძლეობა რაც ახლა დავინახეთ და ვიგრძენით რომ გვაქვს მომავალში სულ უფრო უკეთესობისკენ მიგვაყვანინებს ამ ქვეყანას რა. ჩვენ ჩართვით კიდევ ერთი სტუმარი ყავს ლილი ბეგიაშვილი იურისტი, თუ ვიცი რომ ხაზზე ყავს უკვე. ლილი გესმის ჩვენი ხმა? მოგესალმებით. აი, მოგესალმებით. გამარჯობა. რაღაცა ტექნიკა, აი, გამარჯობა, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ლილი საინტერესოა თქვენი შეფასება, როგორ შეაფასებთ განვითარებულ მოვლენებს, ერთი თვე ხდება უკვე, რაც ასე ვთქვათ, ფართო მასშტაბიანი პროტესტი არის საქართველოში. როგორ შეაფასებთ და სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ქვეყანაში, სადაც აღარ არსებობს არც ერთი სისტემა და ძალიან რთულია ასე დაუცველად იგრძნო თავი საკუთარ ქვეყანაში და თითქოს გიჩნდება განცდა, რომ როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს, იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის ასეთ ქვეყანაში, ისეთ სახელმწიფოში, სადაც არც ერთი ადამიანი უფლება დაცული არ არის და ჩვენ არ ვიცით უკვე როგორ უნდა გააგრძელოს ადამიანმა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება.
აბსოლუტურად გეთანხმებით, სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ. თუნდაც ის ფაქტი, რომ უკვე ერთი თვე ხდება 28-ში, მთელი საქართველო, ყველა პროფესიული ჯგუფი, ყველა საქმიანობის მიმდევარი ადამიანი, ბიზნესმენი, აკადემიური სფერო დგას გარეთ და ჩვენს ხელისუფლებას ვითომ არც ყურები აქვს, არც თვალები აქვს. საერთოდ არ ამჟღავნებს არანაირ მზადყოფნას, რომ შეისმინოს მისი ხალხის სურვილი და ნება და მისი მოთხოვნები. არა და ამ დროს ყველამ კარგად ვიცით რა წერია ჩვენს კონსტიტუციაში და არა მხოლოდ ჩვენს კონსტიტუციაში, ზოგადად საერთაშორისო აქტებში ადამიანის უფლებათა შესახებ, რომ ხელისუფლების და ყოველგვარი ძალაუფლების წყარო არის ხალხი და ხალხს ემსახურება ყოველგვარი დაქირავებული საჯარო მოხელე და სახელმწიფო ორგანო. მაგრამ ეს რატომღაც დღეს ჩვენ უკვე სანატრელი გაგვიხდა, ყველაფერთან ერთად სანატრელი გაგვიხდა ჩვენი არჩევნებში გამოხატული ერთი ხმა თუნდაც, რომელიც ასე მოგვყარა, ასე უხეშად ხელისუფლებამ, ფაქტობრივად უზურპაცია მოახდინა სახელმწიფო ძალაუფლების და დღეს ახლა ჩვენ ვართ ყველანი ქუჩაში. ეხლა თქვენ როგორც ხედავთ, მე ვიმყოფები გურჯაანში, ჩემს უკან არის გმირი, მამა და ზუსტად აი ამ ადგილიდან მინდა მოვუწოდო ყველა გურჯაანელს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ გამოვიდეს 28-ში და ჩადგეს ჯაჭვში. ეს არის ერთობის ჯაჭვი, ეს არის ზეპარტიული, ყოველგვარი სხვა ჯგუფებისგან ზემოთ მდგომი ერთიანობის ჯაჭვი და ზუსტად ამიტომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ყველამ ერთად კიდევ ერთხმად გავაგონოთ ხელი ხელჩაკიდებულებმა ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყანაში არ გავა არანაირი ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე, რომ მიუღებელია ტყვეები ისხდნენ ციხეებში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ნათელი მომავალი უნდათ და ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაში ხედავენ ამ ქვეყნის ნათელ მომავალს. ზუსტად ამიტომ ვარ ეხლა დღეს აქაც და 28-შიც ვიქნები ზუსტად აქ ამ ადგილას, ამ დიდების მემორიალთან და მოუწოდებ ყველას ადგილობრივს გურჯაანელსაც, მთელ კახეთს და მთელ საქართველოს, რომ გამოვიდეს გარეთ და ვთქვათ ყველამ ერთად, რომ არას ვეუბნებით არალეგიტიმურ პრეზიდენტს, არას ვეუბნებით ხელისუფლებას, რომელმაც მიიტა საარჩევნები, ვითხოვთ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და ვითხოვთ ჩვენი მომიტინგეების თავისუფლებაზე შეყვარებული ახალგაზრდების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას საპყრობილეებიდან. ლილი, ერთი კითხვაც მექნება, ჩვენ როგორც ახსენეთ, ხელისუფლება უზურპირებული არის და ხალხი ქუჩაში დგას, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირ დემოკრატიის გამოხატულებაა და ხალხი დგას ქუჩაში და რეალურად ცდილობს, რომ ძალაუფლება მის ხელში დაიბრუნოს, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით ერგება ქართულ ხალხს. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს კიდევ უფრო განგრძობადი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე თარიღი ახლა, სადაც თუნდაც იგივე 28 დეკემბერი, შემდგომ 31 დეკემბერი, სადაც ძალიან დიდი მასშტაბური აქციები გეგო, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ამას კონდეს თანმიმდევრული გაგრძელება, იმიტომ რომ ეს პროცესი მოგვიხსენება ყველას, რომ არის საკმაოდ გრძელვადიანი. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესი, მე მგონი საქართველოში არ დარჩა არც ერთ ადგილას ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენია, რომ ერთი შეძახილით მთავრობა შეისმენს ჩვენს ნათქვამს. და ამას ვამტკიცებდით გაზაფხულის აქციების დროს, როცა რუსულ კანონს ვებრძოდით, ამას ვამტკიცებთ ახლაც, როცა გაყალბებული არჩევნებით მოპარული ხმების დაბრუნებას და ევროინტეგრაციის მომავალს ვითხოვთ, ანუ დაბრუნებას, ამ პერსპექტივას. შესაბამისად, მე მგონი აღარავის აღარა აქვს ისეთი ილუზია, რომ ერთი შეკრებით, თუნდაც ძალიან მრავალრიცხოვანი შეკრებით, რაიმე შეიცვლება ამ ქვეყანაში. უფრო მეტსაც გეტყვით. საერთოდ შეკრებები, მიტინგები მუშაობს დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ანუ ისეთ სახელმწიფოებში და ისეთ რეჟიმებში, სადაც ხელისუფლება უსმენს ხალხის ხმას. ჩვენ არ გვაქვს ასეთი ხელისუფლება. ჩვენ ვხედავთ, რომ 12 წელია ოლიგარქის მმართველობის ქვეშ ვცხოვრობთ. ამიტომ აქ ეს 1 და 2 მიტინგი არ გავა, 1 და 2 აქცია არ გავა. ზუსტადაც მხოლოდ ნების ყოფით, ეს არის ახლა ჩვენი ბრძოლა. აი როგორც ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ყოველ ომში და ბრძოლებში, ჩვენ რო ვიცით, რომ დილით ვიღვიძებთ და ვიცით, რომ საღამოს უნდა გავიდეთ და მარშებში მივიღოთ მონაწილეობა და აქციებში, ეს არის ჩვენი სისხლისღვრა ახლა, საბედნიეროდ და არა მხოლოდ მართლა სისხლისღვრა. ხო და თუ კი ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ და იცოდნენ, რომ დილით რო ომში მიდიოდნენ, საღამოს აღარ დაბრუნდებოდნენ ცოცხლები, მე მგონი ჩვენ ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ გამძლეთ
ნებისყოფით აღჭურვილები დავდგეთ აი ამ აქციებში, მათ შორის ჯაჭვში 28-ში და აი ასე ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. ასე მგონია და ასე წარდგენია მე ყოველ შემთხვევაში. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და მშვიდობიან დღეს დაგემშვიდობებით. ასევე ყველას ველოდებით 28-ში ჯაჭვში. დიდი მადლობა. სოფო, რაღაცნაირად აღმოჩნდა, რომ ცრუ ხელისუფლება გვყავს და აი ეს მატყუარა ადამიანების დაჯგუფება, ასე ვთქვათ, რომელსაც თავისი ცრუ მედია აქვს და რაღაცნაირად თითქოს აი ჩვენ სახელმწიფოში არსებობს ეს ცრუ ადამიანების დაჯგუფებები, რომლის უკან მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ არის კრემლი და ჩვენი საზოგადოება აგერ ერთ მუშტად შეკრული. ერთის მხრივ ყველაფერი ძალიან ნათელია, მაგრამ არც თუ ისე მარტივი სიტუაცია არის. აი მე სულ ვფიქრობ, რომ თუ კი ისინი არ წამოვიდნენ აი ამ მოლაპარაკებებზე და თუ მათ არ შეასრულეს ის პირობები, რასაც ითხოვს ქართული საზოგადოება, რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი? რთული სიტუაცია არის, მაგრამ განსხვავებით თუნდაც ბელორუსისგან ან სხვა პროპუტინური მმართველობა, სადაც დამყარდა იმ სივრცეებისგან, ჩვენ გვეჩვენება, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი, ძალიან დიდი უმრავლესობა ვერ ასე ვთქვათ მოჯადოვდა ამ პროპაგანდისტული მედია ორგანიზაციების თუ ამ ცრუ ხელისუფლების მიერ და თუ კი გუშინ წინ სხვადასხვა შეხვედრებზე საზოგადოების წევრები ამბობდნენ, რომ ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, ნაწილობრივ ამაში არის სიმართლე, იმიტომ რომ გააჩნია რას ვიგულისხმებთ გამარჯვებაში, იმიტომ რომ აშკარა სახეზეა, რომ საზოგადოება ფხიზელია. ამიტომაც ჩემთვის სამომავლო პროგნოზი ბევრად ოპტიმისტურია, ვიდრე დაუშვათ თუნდაც 2 კვირის წინ იყო, იმიტომ რომ თუ შევაფასებთ, ვერ იმუშავა ამ მედია ორგანიზაციებმა და ამ პროპაგანდისტულმა ინსტრუმენტებმა და მეტიც ეს საზოგადოების ძალიან დიდი უმრავლესობა უკვე რაღაცად იცინის ამ ჩვენი სიცილი და ჩვენი ზეიმი, ჩვენი არამხოლოდ თავდაცვის მექანიზმი აღმოჩნდა, არამედ ბრძოლისაც და თანაც გამოხატვის ფორმაა რა. ჩვენ გამოვხატავთ, რომ არ მუშაობს. ეხლა ის რომ დიახ ხელისუფლებას იჩემებს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი და ამ ჯგუფმა დასვა მინისტრი მეთქი პრეზიდენტი ბჭყალებში, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯაჭვის მთავარი სათქმელი არის არა, იმიტომ რომ ხელისუფლებას იჩემებს ბირთვი რაღაცა ჯგუფი, რომელიც პრეზიდენტად აღიარებს თავის წევრს, ამასთან საზოგადოებას არანაირი ბმა არ აქვს და ჯაჭვით 28-ში 29-ისთვის დაგეგმილ ამბავს ეუბნება საზოგადოება არა. იქ რაც არ უნდა მოხდეს, ამას არ აქვს ლეგიტიმაცია საზოგადოების მხრიდან და ჯაჭვში ჩართული ადამიანი ამბობს არას. შემდგომ, რა თქმა უნდა, ისევ აქტუალურია მოთხოვნა, რომ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს და გათავისუფლდეს რაც შეიძლება მალე და რა თქმა უნდა, ახალი არჩევნები. ეხლა რთულია მაია ჩვენ ზუსტად ვთქვათ და განჭრიტოთ დროში როგორ იმიტომ ჩვენ რაც გვეგონა ბევრად რთულია რა სანდროც ხო მარტო მაიას არ მივარ. რაც გვეგონა ძალიან რთული 3 კვირის წინ და შეიძლება არ ვაღიარებდით, მაგრამ უფრო რთულად გძნობდით თავს, ჩვენ ხალხმა ჩვენა საკუთარი ძალა, ოღონდ ესეთი ჰუმანისტური ძალა რა. ამიტომაც ნათელია, ერთი რამ უკვე ნათელია, რომ თუ მანამდე 12 წელი გვეგონა, რომ ვიყავით ცოტანი და მარტონი, ეხლა ვიცით, რომ ვართ ბევრნი და ვართ ერთად და ის ფიცი, რომელიც ახალგაზრდებმა გმირთა მოედანზე დაადეს, როდესაც თქვეს ერთობა, ძალიან მნიშვნელოვან პოსტულატში ჩასვეს ერთობა.
ერთობა. Ამ ერთობამ მართლა ხორცი შეისხა. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ისეთი სცენარი განვითარდეს, რომელსაც შეიძლება დაერქვას პრორუსული პოლიტიკის წარმატება საქართველოში. შესაძლოა ეს ხანგრძლივი პროცესი იყოს, მაგრამ აქამდე ასე ჩანს, რომ რაც უფრო ხანგრძლივდება, მით უფრო ძლიერდება საზოგადოება, წინააღმდეგობის სისტემა. დიახ, ასე რომ ხა არ ვიცი რამდენად ჩვენ გვისმენენ, მაგრამ რაც უფრო გაწელავენ ამ პროცესს, მით უფრო დაიშლებიან, მით უფრო დასუსტდებიან და მით უფრო სახიფათო იქნება ეს პროცესი. მათი მომავალი თუ აპირებს ვინმე არ ვიცი ეს როგორ შესაძლებელია, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება იქნება თუ საზოგადოებრივი ცხოვრება, მით უფრო შეუძლებელი გახდება ის, ხო? იმიტომ რომ ეს პრობლემები მათ სადარბაზოებში შევიდა, ეს ნათელია. სანდრო, საინტერესოა თქვენი მოსაზრებაც, პრინციპში იგივე კითხვა მექნება, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ცვლადია ამ პროცესში, რომელიც შეიძლება რაღაცა სხვანაირად პროგნოზი რაღაცნაირად ან რაღაცა თარიღების გამოკიდება რო ამ დროში რაღაცა იქნება ძალიან რთულია და არც უნდა ვისაუბროთ ამ სპეკულაციაზე. ხო, ალბათ ყველაზე არასწორი არის რომ რაღაც თარიღები დავსვათ, იმიტომ რომ ბევრჯერ ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში, ხო, ანუ ესეთი თარიღების დასმას და მე ვერ შესრულებას მოაქვს ხოლმე რაღაცა ამ პროტესტის მინელება და ანუ იმედგაცრუების ის ჩვენ მგონია რომ უკვე ნათლად ჩანს რომ ერთი თვე არის ადამიანები დგავართ და გააზრებული აქვს ამ ადამიანების ჯგუფს რომ ეს არ არის რაღაცა სპრინტი რომ გაიქცევი და ფინიშზე გახვალ 100 მეტრში და მოიგებ ხო რაღაცა მარათონის სახე აქვს ამ ყველაფერს და თავარი ის არის რომ გააზრებული ქონდეს რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ანუ სხვა ალტერნატივა ამას არ აქვს რა იმიტომ რომ ხედავთ ხო ანუ რა აქვს ამ რეჟიმს დარჩენილი იმისთვის რომ რაღაცნაირად თავი და ანუ დარჩნენ იმ ადგილას სადაც არიან ეს არის ტყუილები და ეს არის ძალადობა რა და ამ ძალადობასაც რაღაცა ლიმიტები აქვს იმიტომ რომ მიუხედავად იმისა ვინც არ უნდა იდგეს იმ მასკის უკან არ არიან ისინი ყველანი არა ადამიანები და რაღაცაზე მეტს ვიღაცები ვეღარ გაბედავენ ჯერ ერთი იმიტომ რომ ჩვენი რიცხოვნებაც იზრდება და მეტია შანსი რომ მათ ირგვლივ ახლობლები აღმოჩნდნენ იქ და ანუ ამასაც რაღაცნაირი ამოწურვადი რესურსი აქვს რა გარდა ამისა აი პროპაგანდის ნაწილში რაც ხსებით ხო ძალიან ანუ ასე პირადად ჩემი აზრია და ალბათ ბევრსაც აქვს ესეთი აზრი რაღაცა Facebook-ზეც ვნახულობდი რომ ჩვენ რაღაცა მაქსიმალურად უნდა ვცადოთ რომ არ შევუწყოთ ხელი ამ პროპაგანდაში თუნდაც მათი აი ამ რაღაცა უკიფარე ტყუილების გაზიარებით, გავრცელებით, იმიტომ რომ გასაგებია რომ ჩვენ ამაზე ვიცინით და მართლა გაუგონარ რაღაცეებს აკეთებენ და ამბობენ ხოლმე, მაგრამ რაც უფრო ხშირად საუბრობთ ამაზე, მით უფრო აქტუალური ხდება ეს თემა და მით უფრო მათთვის ეს არის ნიშანი, რომ ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ და ეს მიმართულება ხო ჩვენზე შეიძლება ესე კარგად არ მუშაობდეს, მაგრამ ადამიანებზე რომელიც მოწამლული ყავთ ამ პროპაგანდით, მათთვის ეს მესიჯები სულ მეორდება, რაც უფრო ნაკლებად მივაქცევთ ყურადღებას მათ პროპაგანდას და რაღაცა ორიენტირდებით ჩვენ სათქმელზე და ჩვენს მიზნებზე, მით უფრო ნაკლებად ეფექტური იქნება ეს მათი მხრიდან რა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დიდხანს შეიძლება მოგვიწიოს აქ დგომა და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ახალი წლის ღამესაც და ახალი წლის აი ამ პირველ დღეებშიც არ შენელდეს ეს ამბავი, გასაგებია რომ რაღაცა დოზით შეიძლება დაიკლოს, ვიღაცა წავიდეს, წამოვიდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან აი ამ სისტემის რღვევისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ის ადამიანები, ვინც იქით ამ მხრიდან დგანან, მათ უწევდეთ, რომ პირველშიც იდგნენ, ორშიც იდგნენ, რა ვიცი, შვიდშიც იდგნენ, იმიტომ რომ იღლებიან ადამიანები, ხედავენ, როცა დიდი ხანი გრძელდება რაღაცა და შენ არ ნებდები, იქაც რიგითი ჭანჭიკები ხედავენ, რომ ეს შეიძლება შეუქცევადი პროცესი არის და ეცლებიან, ცდილობენ, რომ რაღაცა შეინარჩუნონ, რაღაცა მორალური სახე, ვიღაცა ეცდება, რომ რაღაც გარიგებაზე წამოვიდეს თავისი სამსახურის შენარჩუნებისთვის და ისეთი რაღაცეები გასცეს, რაც კიდევ უფრო მეტად ჩამოანგრევს ამ სისტემას. ამიტომ რაღაც ესე მყარად უნდა ვიდგეთ ამ მიმართულებით.
უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება ორ კვირაში, შეიძლება ერთ თვეში, შეიძლება სამ თვეში და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, რომ სულ ვიდგეთ იქ და დავღალოთ ესე, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ უფრო ბევრნი ვართ რა, ანუ არის რაღაცა სპეცრაზმი, პოლიცია, რომელსაც იყენებენ ამისთვის, რომელსაც ასევე გამოაკლდება რესურსი სულ უფრო და უფრო და ნუ არიან თვითონ ეს რამდენიმე ტიპი, ხო? აი, ბიძინას ირგვლივ მოგროვილი ადამიანები და რაც შეეხება მათ შემდეგ ისე არის, მე მგონია რომ იმიტომაც არიან ესეთი საშიშები ზოგადად რა, რომ არანაირი idei-ის ირგვლივ არ არიან გაერთიანებული, არიან რაღაცა კონკრეტული ძალაუფლების და ფულის მოხვეჭის მიზნით აქ მოსულები და მათთვის ხო, ან შიშით, კი ბატონო, მათთვის ამ ძალაუფლების დაკარგვა პირდაპირ ამ ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს რა და ამიტომ ებღაუჭებიან ესე და არ მგონია რომ მათი მხრიდან ბევრს საერთოდ სურვილი ქონდეს რომ პოლიტიკაში იყოს, თუნდაც ახლა ან საერთოდ დარჩეს მერე. მაგრამ მაგათზე ნაკლებად უნდა ვიფიქროთ, ჩვენ მიზნებზე ვიფიქროთ, რა ქვეყანაში გვინდა ცხოვრება და ეს ყველაფერი აჩვენებს რომ საქართველოს უმრავლესობას უნდა რომ ევროპული მომავალი ქონდეს, იმიტომ რომ ამას ვიმსახურებთ, იმიტომ რომ ამ საერთო ევროპული ოჯახის წევრები ვართ, ანუ ნებისმიერი ვინც დავდივართ ხო რაღაცა ევროპაში ნამყოფად, ძალიან მარტივად ხვდები რომ შენც აი ამის ნაწილი ხარ და შენთვისაც შენ ეს ცხოვრება გაკლია რა, ძალიან მარტივად აეროპორტში რიგში რო დგახარ და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის რომ სხვა რიგი არის, შენ თავს იმასთან უფრო აიგივებ ვიდრე სიტყვაზე რაღაცა ამას კი არა ვერტში, მაგრამ უბრალოდ რა, აი აზიის ან აფრიკის ქვეყნების ან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რიგში რო დგახარ. იქ უფრო შენი ადგილი არის და ის ცივილიზაცია ნებისმიერი მიმართულებით ხო კულტურული იქნება ეს, ეკონომიკური იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულებით, ბევრად უფრო საინტერესო, სასიამოვნო და ბევრად უფრო ჩვენი არის რა, ანუ რამე ხო, ანუ იმიტომ რომ რაღაცა ანუ რამეს კი არ ვერჩი აზიურ კულტურას პირიქით ულამაზესი და უძლიერესია, მაგრამ რაღაცნაირად ჩემთვის ყოველთვის აქეთ ვართ და ხო, ვიდგებით მანამ, სანამ ამ შედეგს არ მივიღებთ და მგონია რომ გარდაუვალი არის ეს. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები მისურვოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ბრძოლა საკმაოდ რთულია და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოება იყოს ძალიან მშვიდი და ასე თქვათ, მშვიდი პროტესტით გავაგრძელოთ. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს. შევახსენოთ ხო 28-ში 3 საათზე სხვადასხვა ლოკაციები იქნება, სადაც რომელიც შეიძლება იხილონ. ხო, ერთს ვიტყვი სანდრო უკაცრავად. შეიძლება რომელიმე ერთობას უკვე ჯერ არ მიაკუთვნებს მოქალაქე თავს, ან ძიების პროცესშია, ჩვენ რაღაც ერთობებზე ვილაპარაკეთ ბევრი და არის ფიქრონ, რომ ინდივიდუალურად არ შეგვიძლია გასვლა პირიქით. ეს არის ძალიან კარგია, ადამიანი გამოვა სახლიდან 28-ში 1 საათით ადრე აჯობებს ალბათ, არა? 3 საათზე უკვე მზად ყოლა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ისედაც ჯგუფები ვინც რაღაც ორგანიზების სახით, ანუ ყველა ვარიანტში ვფიქრობთ, რომ იქ მაინც ადრე უნდა მივიდეთ, რაც უფრო ადრე მოვალთ, მით უფრო ნაკლები ექნებათ შანსი, რომ რაღაცა ტრანსპორტის პრობლემაც იქნება, ამიტომაც ხიდებთან ან მტკვრის სანაპიროზე იპოვის ყოველი ადამიანი, ყოველი მოქალაქე თავის ადგილს და 20 ქალაქში, საქართველოს 20 ქალაქში იქნება ასევე გამოქვეყნდება ადგილები და ამ ეტაპისთვის წუხელ გავრცელდა ასე ვთქვათ საინფორმაციო ფურცელი, სადაც ჩამოწერილია ის 27 ევროპული ქალაქი, სადაც ქართველები და მათი მეგობარი ევროპელები დადგებიან საქართველოსთვის ჯაჭვს. და ეს ჯაჭვიც, ეს ერთობის ჯაჭვიც ნამდვილად არის ჩვენი კულტურული და ისტორიული მეხსიერების მატარებელი, ასე ვთქვათ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ლამაზი სანახაობა იქნება და რაც მთავარია შედეგს გამოიღებს. მთავარი არის შედეგი ასევე. ცხადია, ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ ანა სუბელიანის რუბრიკით დაგებრუნდებით. ვისაუბროთ სამთავრობო წნეხზე სოციალურ მუშაკებთან მიმართებაში, რომელიც ამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამძაფრდა. დაგველოდეთ.